სათავგადასავლო რალი საქართველოს ავტორბოლა, რომელიც 2019 წელს დაარსდა და ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. პროექტის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. იდეის ავტორი და დამფუძნებელი ვერა მურღულია, რომელიც ავტორბოლელი და რალების ორგანიზატორია. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მაროკოს უდაბნოს გაზელის ქალთა რალი რეიდში მიიღო მონაწილეობა და მაროკოს უდაბნოში საქართველოს დროშაც ააფრიალა. როგორც გითხარით, 2019 წელს მისი ინიციატივით საქართველოში პირველად ჩატარდა, მათ შორის ქალთა სათავგადასავლო რალი და მას შემდეგ უკვე ყოველი წლის ოქტომბერში იმართება ეს პროექტი. სათავგადასავლო რალზე და კარიერულ გზაზე სასაუბროდ ქალების ნარატივის ეთერში ვერა მურღულია, სათავგადასავლო რალის დამფუძნებელი და მრბოლელი. გვერდდება ვერა, მოგესალმებით. მოგესალმებით, გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მადლობა. იქამდე სანამ ამ პროექტებზე ვისაუბრებდეთ, მინდა თქვენი კარიერული გზა მიმოვიხილოთ. როდის დაიწყო თქვენი დაინტერესება სათავგადასავლო რალით და ზოგადად ავტორბოლით? რა იყო პირველი იდეა, რატომაც გადაწყვიტეთ, რომ ამ პროცესებში ჩართულიყავით? ავტომობილები ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიტაცებდა. მამა ჩემს გია მურღულიას წყალობით, რომელიც ავტომობილელი იყო საბჭოთა კავშირის დროს. უგზოობაზე სიარული ჩემმა ძმამ გიგამ შემაყვარა და ძალიან მომეწონა უგზოობაზე სიარულის თავგადასავალი. 2019 წელს, როგორც უკვე აღნიშნეთ, მივიღე მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რალი რეიდში მაროკოს უდაბნოში, რომელიც 2 კვირა მიმდინარეობდა და იქიდან დაბრუნებისას ჯერ კიდევ გემზე ვიყავი ხმელთაშუა ზღვაში, რომ ეს იდეა მომივიდა, რომ საქართველოშიც დაგვეფუძნებინა მსგავსი ტიპის რალი. იდეა იმიტომ მომივიდა, სინამდვილეში რომ თქვა, რომ სანამ წავიდოდი ამ რალიზე მაროკოში, ჩემ ძმასთან უკვე ნასაუბრები მქონდა. და რადგანაც მე და გიგას მანამდე რამოდენიმე საერთაშორისო პროექტი ჰქონდა ერთად განხორციელებული, ოღონდ არა რალი ევროკომისიისთვის youth exchange-ებს ვაორგანიზებდით. მოკლედ მე და გიგას შემიძლია ვთქვა, ერთად მოგვივიდა ეს იდეა, რომ საქართველოშიც დაგვეფუძნებინა მსგავსი ტიპის რალი. გიგას დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში და ჩემი იდეა იყო, რომ ეს ღონისძიება გამიზნული ყოფილიყო ქალებისათვის. და 2019 წელს, როდესაც ოქტომბერში პირველად ჩავატარეთ საქართველოს სათავგადასავლო რალი, მონაწილეობას იღებდნენ დიდი რაოდენობით ქალთა ეკიპაჟები და ასევე შერეული ეკიპაჟები, ანუ კაცი და ქალი. ყოველ შემთხვევაში თავიდან ეკიპაჟში მინიმუმ ერთ წევრი უნდა ყოფილიყო ქალი. მე მსურდა, რომ ქალები მასიურად ჩართულიყვნენ რალი რეიდებში, რადგანაც ხედავდი, რომ უგზოობა დიდად არ იტაცებდა ქალებს და მინდოდა ქალებსაც აღმოეჩინათ ეს ძალიან სახალისო და გასართობი სპორტი. თუმცა საზოგადოებამ გამოთქვა სურვილი, რომ კაცთა კატეგორიაც დაგვემატებინა და უკვე 2024 წლიდან კაცებსაც ჩვეულებრივად შეუძლიათ სათავგადასავლო რალიში მონაწილეობა, თუმცა რა თქმა უნდა, ქალთა კატეგორიას ცალკე დავაჯილდოებთ ყოველთვის და ცალკე გამოვავლენთ ქალთა კატეგორიის გამარჯვებულებს. შემდეგი სათავგადასავლო რალი ჩატარდება ამ წლის 4-დან 11 ოქტომბრამდე, ეს იქნება მე-7 გამოშვება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, როგორც ქალებს, ასევე კაცებს. თქვენ ახსენეთ, რომ ქალების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი წამოვიდა, ხო? ამ პერიოდის განმავლობაში თუ იზრდება მათი ჩართულობა წლიდან წლამდე? დიახ, ევროპაში და განსაკუთრებით ფრანგულენოვან ქვეყნებში, როგორც არის საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, კანადა, ოდითგან რალი რეიდები იყო განთქმული და ქალები ყოველთვის იყვნენ ჩართულები. 2019-ში, როდესაც სათავგადასავლო რალი საქართველოს ჩავატარეთ, ფაქტიურად სულ უცხოელები მონაწილეობდნენ. მხოლოდ ერთი ქართველი ქალი მონაწილეობდა, ბელა ბურძენი და დანარჩენი სულ ყველა უცხოელები იყვნენ. თუმცა დღესდღეობით განახევრდა ქართველთა და უცხოელთა რაოდენობა და იმდენივე ქართველი ქალია უკვე ჩართული ჩვენს ბოლებში, რამდენიც უცხოელი და დიახ, მე ვფიქრობ, რომ სათავგადასავლო რალიმ დააინტერესა ბევრი ქართველი ქალი, რომ ჩართულიყვნენ მსგავსი ტიპის რბოლებში.
მანამდე როგორ ჩაერთებოდნენ გასაკეთების როლებში, დიახ, რალი რეიდები მანამდე საქართველოში არ არსებობდა. ბევრს ერთმანეთში ერევა უგზობაზე რბოლა, ოფროუდი და რალი რეიდი. არ არის ეს ერთიგივე. რალი რეიდის მიზანი არ არის ტალახში გაჭედვა და 1 საათი ტალახიდან გამოსვლაზე წვალება. სრულიად არ არის ეს ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის, რომ მონაწილეებმა აიღონ რაც შეიძლება მეტი საკონტროლო პუნქტი და რალი რეიდი მოიცავს 100-ობით, 1000-ობით კილომეტრს. ანუ ყოველ დღე საშუალოდ 250-280 კილომეტრს გაივლიან მონაწილეები და მოკლედ არ არის ეს უბრალოდ ოფროუდი. რალი რეიდს სხვა პრინციპი აქვს და მიზანი არის, რომ მონაწილეებმა ისე ამოუნონ ყველანაირ ლანდშაფტზე თავისი ავტომობილებით სიარულით. კი ბატონო. ამ პროექტზე კიდევ უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, ჩვენ ვახსენეთ, რომ მათ შორის საერთაშორისო ქვეყნებიდან ვიზიტორების ძალიან დიდი ინტერესია ხოლმე. ძირითადად რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საქართველოს და რამდენად მოსწონთ ეს პროექტი, რა უკავშირს იღებთ ხოლმე მათგან და ზოგადად საქართველოში გატარებული დღეები ამ მიმართულებით. როგორც ვახსენე, რალი რეიდები ძალიან პოპულარულია ფრანგულენოვან ქვეყნებში. მსოფლიოს პირველი რალი რეიდი დაკარის რალი ფრანგების დაარსებულია. ამიტომ სათავგადასავლო რალიზეც უცხოელ მონაწილეებთა დიდი რაოდენობა მაინც ფრანგულენოვანი ქვეყნებიდან არის, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, კანადა, თუმცა სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან მონაწილეები, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, მეზობელი ქვეყნებიდან. დიახ, ყოველ წელს 12-13 სხვადასხვა ქვეყნიდან გსტუმრობენ ხოლმე მონაწილეები. ჯამში რამდენ მონაწილეს ითვლის ეს პროექტი? წელს რა მოლოდინი გაქვთ? რამდენ ადამიანზეა ძირითადად საუბარი? წელს 50 ეკიპაჟი აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. 50 ეკიპაჟს უმიზნებთ. ანუ ეს არის ის იქნება 100 მონაწილე, იმიტომ რომ თითო ეკიპაჟში არის 2 მონაწილე. პილოტი და შტურმანი, ორივეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამარჯვებისთვის. მაგრამ ნახოთ, რეგისტრაცია მიმდინარეობს 31 აგვისტომდე სათავგადასავლო რალისთვის და მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. საქართველოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო არც ისე ადვილი არის, რომ უცხოელებს დავაჯეროთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა და შეუძლიათ უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ მსგავს ტიპის ღონისძიებებში საქართველოში. კი ბატონო, რა გამოწვევები შექმნა ამ პროცესებმა? ხომ არ შემცირდა მათ შორის მოთხოვნა? თუ ძირითადად კითხვები მოდის, როგორც ახსენეთ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? დიახ, ძირითადად კითხვები მოდის, გვეკითხებიან ხშირად არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, ხომ არ აპირებთ, რომ რალი გააუქმოთ ან გადაიტანოთ და ჩვენ რა თქმა უნდა მათ ვაიმედებთ, რომ არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციები ჩვენს რალის არანაირად არ შეუშლის ხელს. თუმცა მათ მაინც თავისი მოსაზრება აქვთ და ზოგი ეკიპაჟი გთხოვს ხოლმე, რომ მომავალ წლისთვის გადაუტანოთ მონაწილეობა, რადგან ზოგი მაინც შიშობს ჩამოსვლას. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრამდე პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება და ყველაფერი კარგად იქნება. კი ბატონო, სტარტ საიდან აიღებს და რა არის ის ძირითადი ლოკაციები, რაც არის ხოლმე მონიშნული ამ პროექტის ფარგლებში? ეს საინტერესო შეკითხვაა. დღემდე 6 წლის განმავლობაში სათავგადასავლო რალი ყოველთვის სტარტს იღებდა თბილისში. წელს ეს ტრადიცია შეცვალა. დიახ. რუსთაველის გამზირიდან. მსგავსი რალი რეიდები ხშირად დედაქალაქის ცენტრალურ გამზირიდან იღებენ ხოლმე სტარტს. წელს შევცვალეთ ეს ტრადიცია და სტარტს ავიღებთ ბათუმში. ბათუმის ბულვარიდან იქნება სტარტი 4 ოქტომბერს და ერთკვირიანი რბოლის შემდეგ, სადაც მონაწილეები დაფარავენ 1200-დან 1600 კილომეტრს, გააჩნია ვინ დაიკარგება, ვინ არ დაიკარგება, იმიტომ რომ ყველა ერთიგივე კილომეტრს არ წერს. დავაფინიშებთ თბილისში. წელს მოკლედ შეიცვალა, იწყება ბათუმიდან და რუსთაველზე არის ფინიში. ამ გადაწყვეტილებას მეორე мотиваციაც ქონდა, მეორე მხარეც, რადგანაც წელს გსურს უცხოელი ეკიპაჟები თავისი მანქანებით კოლონად გამოემართონ სამხრეთ საფრანგეთიდან და რადგანაც საზღვრის გადმოჭრისას უკვე ბათუმთან ახლოს იქნებიან, იქვე დავასტარტინებთ და
მათთვისაც უფრო მოკლე დისტანცია იქნება სამხრეთ საფრანგეთიდან ბათუმამდე მხოლოდ 4000 კილომეტრის გამოვლა უწევთ. კი ბატონო. რა არის ამ პროექტის მთავარი წარმატება 2019 წლიდან დღემდე? გამომდინარე იქიდან რომ თქვენს ახსენეთ ძალიან დიდი ინტერესია საერთაშორისო ქვეყნებიდან. რამდენად შეძლო პროექტმა რომ მათ შორის საქართველოს პოპულარიზაციაც მოახერხა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სპეციფიკურად იმ ადამიანებში, ვინც სათავგადასავლო რალით არიან დაინტერესებულები. დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არის თუ კანადაში, თუ ამერიკაში, ვისაც კი გაუგია რალი რეიდები, ვინც დაინტერესებული არის რალი რეიდებით, ყველას უკვე გაუგიას სათავგადასავლო რალი ჯორჯიას ეძახიან ესე მოკლედ უცხოელები, თუმცა მოკლედ ამ სფეროთი ვინც არის დაინტერესებული, ყველა მიცის რომ საქართველოშიც ტარდება რალი რეიდი. არ ამგონია იყოს ევროპაში ადამიანი, ვინც რალი რეიდებით არის დაინტერესებული და ჩვენი რალი ჯერ არ გაუგია. და თუ გაინტერესებთ, რატომ ჩამოდიან ევროპიდან ესეთ ქვეყნებში, როგორც საქართველო არის რალი რეიდებში მონაწილეობისთვის, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებში, კანადაში უგზობაზე სიარული არ არის ნებადართული. საქართველოში ჩვენ და საბედნიეროდ უგზობაზე სიარული ნებადართულია და ამ პროექტის განვითარების თავარი ამბებიც აქ მდგომარეობს და ის რომ მათ შორის შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ქვეყნის დაინტერესება და და საქართველოს რელიეფი მართლაც იდეალური არის მსგავსი ტიპის ღონისძიებისთვის. საქართველოში გვაქვს ისევე როგორც სტეპები, უდაბნო სტეპები, გარეჯას უდაბნოში, ვაშლოვანისკენ, ასევე მთები, კლდეები, უამრავი სხვადასხვა სახის რელიეფი გვაქვს. მონაწილეები ხშირად გვეუბნებიან, რალი მიმდინარეობს ერთი კვირა, 7 დღე და ესეც შეგრძნება გვაქვს, რომ ყოველ მეორე დღე სხვა ქვეყანაში ვართ, იმიტომ რომ ბუნება ლანდშაფტი სრულიად იცვლება ყოველ ეტაპზე. ანუ სათავგადასავლო რალის ყოველი დღე არის ყოველი ეტაპი. კი ბატონო, სხვა ეტაპებისგან შედგება. ვერა, რა მოლოდინი გაქვთ უკვე 2025 წლის ოქტომბრის სათავგადასავლო რალზე? როგორია თქვენი მოლოდინები, რას ელოდებით ყველაზე მთავარს? ვფიქრობ, რომ 2025 წლის რალი დონით და ხარისხით იქნება კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე წინა წლების რალი, რადგან ჩვენ თვითონაც ორგანიზატორები უფრო და უფრო ვიწვრთნებით და მეტი გამოცდილება გვაქვს, მეტ გამოცდილებას ვიღებთ წლიდან წლამდე. და გაიზრდება მასშტაბიც ალბათ. დიახ, იმედი გვაქვს. იმედს ვიქონიებთ, რომ მასშტაბიც გაიზრდება, ჩვენ ენერგიას არ ვზოგავთ, რომ მასშტაბი გაიზარდოს. იმედი გვაქვს, რომ მეტი მონაწილე გვეყოლება, ასევე მეტი სპონსორი, იმიტომ რომ მსგავსი ღონისძიებების სპონსორების გარეშე სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. ხო, აი ბიზნესის ჩართულობა რამდენად იზრდება წლიდან წლამდე თქვენი გამოცდილების ფონზე, მსგავსი აქტივობების ხარდაჭერის კუთხით? რა თქმა უნდა, ახლა უფრო ადვილი არის ჩვენთვის ავუხსნათ კომპანიებს თუ რა სახის ღონისძიებაზე არის საუბარი, ვიდრე მაგალითად 2019-ში, როდესაც არავის ჰქონდა გაგონილი რა იყო რალი რეიდი და დიახ, დღესდღეობით უფრო გვიადვილდება კომპანიებს დავაჯეროთ, რომ მათთვის არფიანი არის რეკლამა გაიკეთონ ბოლელების ავტომობილებზე თუ რალის დროშებზე თუ რალის ბანერებზე თუ ასე შემდეგ. კი ბატონო, მიღმა ორგანიზებისა უშუალოდ მონაწილე ხართ და ყოფილხართ სხვადასხვა კონკურსების ამ მიმართულებით. მინდა თქვენს გამოცდილებაზე უფრო მეტი ვისაუბროთ და ამ მიმართულებით რაიმე სიახლეები ხომ არ არის დაგეგმილი უშუალოდ თქვენთვის როგორც მონაწილესთვის? ჩემთვის მონაწილესთვის გიგასთან ერთად წლები აქვს სურს დაკარ რალის კლასიკურ კატეგორიაში მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა მანამდე დიდი გზა გვაქვს. ახლო მომავალში ვგეგმავთ თურქეთის ტრანსანატოლია რალიში მონაწილეობას მე და ჩემი ძმა, გიგა მურღულია. ტრანსანატოლიაც ისეთივე სახის რალი არის, როგორც სათავგადასავლო რალი საქართველოს, როგორც უდაბნო რალი რეიდი. თელ თურქეთს მოივლის, ყოველ წელს იცვლება მარშრუტები და ჩვენი მომავალი გეგმა არის ტრანსანატოლია რალიში მონაწილეობა. ეს ახლობით რა პერიოდის გეგმაა? აი უკვე გეგმავთ, ხო, ალბათ 2026 წლისთვის და მაგისთვისაც დაგჭირდება სპონსორები.
პროექტის გეგმებზეც კითხავთ ბოლოს. რა არის ის გეგმები, სამომავლო მიზანი, რასაც ეს პროექტი სათავგადასავლო რალი საქართველოს უყურებს? როგორც გიგამ რეპორტაჟში აღნიშნა, სათავგადასავლო რალი არ არის რალი სიჩქარეზე, ის ეკიპაჟი იმარჯვებს, ვინც ნაკლებ კილომეტრს გაივლის და უფრო მეტ საკონტროლო პუნქტს იპოვის. აი, უდაბნო რალი კი არის უკვე სისწრაფეზე და უდაბნო რალი სვატარებთ მართლაც FIA-ს სტანდარტების სრული დაცვით და ჩვენი მიზანი და სურვილი არის, რომ საქართველოს გახდეს მსოფლიოს რალი რეიდების ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი. კი ბატონო. ამის პოტენციალი არის, ხო? შედეგებიდან გამომდინარე საქართველოს აქვს და მათ შორის ამ პროექტით პოტენციალი, რომ ეს ესე მოხდეს. დიახ. ჩვენ მაგისკენ მივიწევთ და ეს არის ჩვენი დღესდღეობით ნომერი 1 მიზანი. პრიორიტეტი და საზრუნავი. ვერა, გკითხავთ ასევე ჩვენ სიუჟეტი გქონდა უდაბნოს რალზე, რაც ახლა თქვენ საუბრობთ, რომელიც გადაიდო, როდისთვის იგეგმება ამის ჩატარება? ეს მომინდობის გამო მოხდა, ხო? დიახ, ძალიან წვიმები იყო და რადგანაც უდაბნო რალიში მოტოებიც მონაწილეობენ და არა მხოლოდ მანქანები, მოტოებისთვის ძალიან რთული იქნებოდა მსგავს სამინჩი მონაწილეობა, ასევე ვერტფრენს ფრენა გაუჭირდებოდა ბურუსის გამო და თუ ვერ იფრენდა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდით შესაბამისად. ასევე ღამე კარვებში ვიძინებდით ბივაკში და მსგავს სამინჩში ვფიქრობ ვერავინ მიიღებდა სიამოვნებას. დღეს გამოქვეყნდება უდაბნო რალის გვერდზე ოფიციალურად ახალი თარიღები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება დიდი ალბათობით 3-4 მაისს. კი ბატონო. უბრალოდ მაისის პერიოდში, მაისის თვეში იგეგმება უკვე ამ კონკურსის პროექტის ჩატარება. 3-4 მაისს გადავიტანთ და კი ბატონო. ვერა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და წარმატებები, როგორც ორგანიზატორი, ასევე როგორც თავად მონაწილე კონკურსში. და ველოდებით სიახლეებს თქვენგან. მადლობა კიდევ ერთხელ ვერა მურღულია, სათავგადასავლო რალის დამფუძნებელი რბოლელი იყო ჩვენთან ერთად.